მოგესალმებით, თქვენ მოხვდით ჩემს არხზე, სადაც უამრავ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ ხელნაკეთი ნივთების შესახებ. ამ ვიდეოში მოდით ერთად ვისწავლოთ, როგორ დავამზადოთ ჩანთა კარკასზე მაყულის თვლებითა და მარგალიტით. თავიდანვე გაითვალისწინეთ, რომ ამ ვიდეოში გასწავლეთ ჩემი ქსოვის ტექნიკას და არ არის აუცილებელი ზუსტად ასე დაამზადოთ ჩანთა. ჩანთის დასამზადებლად გამოვიყენე 20 სანტიმეტრის ზომის ფერმუარი, ასევე 500-500 გრამი მაყვლისა და მარგალიტის თვლები. ფერმუარზე ჩანთის დამზადების ერთი ვიდეო უკვე მაქვს ატვირთული, სადაც კარკასზე ქსოვის განსხვავებულ ტექნიკას გასწავლით. ამ შემთხვევაში კი თვლებს კარკასზე სხვაგვარად დავამაგრებთ. მოდით ერთად დავიწყოთ ჩანთაზე მუშაობა. პირველ რიგში ფრთხილად და საგულდაგულოდ გარეცხეთ მასალები. რადგან შეიძლება ზოგიერთ მასალას მტვერი ან ზედმეტი საღებავი ჰქონდეს, რომელიც გარეცხვის დროს შორდება. გარეცხილ მასალას დაელოდეთ, რათა კარგად გაშრეს, რადგან შემდეგ ფერმუარი არ დაგიზიანოთ. მოდით ერთად დავიწყოთ ქსოვა და გავაკეთოთ პირველი თვალი. პირველი თვალის გაკეთებისას პირველივე ნახრეთში გაატარეთ ძუა, შემდეგ ძუას დაუმატეთ მაყვალი, მარგალიტი და მაყვალი. პირველი ნახრეთის შემდეგ გადათვალეთ მესამე ნახრეთი, ანუ ორი ნახრეთი დაშორება უნდა იყოს და სწორედ ამ მესამე ნახრეთში გაატარეთ ორთავე ძუა. ქვედა ძუა კი შემდეგ მაყვალში ამოატარეთ. თუ ჩვენს პირველ ვიდეო გაკვეთილში კარკასზე მხოლოდ თითო თვალს ვამაგრებდით, ამ შემთხვევაში 3 თვალს ვამაგრებთ და კარკასი მეოთხე თვალის ფუნქციით გამოვიყენეთ. შემდეგ ზედა ძუას დაუმატეთ მარგალიტი, შემდეგ მაყვალი. ქვედა ძუა კი სწორედ აი ამ მაყვალში გაატარეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მესამე ნახრეთში უნდა გაატაროთ ძუა. სწორედ ამ პრინციპით უნდა მოიქცოვოს მთელი რიგი. კარკასზე თვლების დამაგრებისას ეცადეთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ, რათა კარკასმა შეიძლება ძუა გაგიჭრათ. ბოლო თვალის გაკეთებისას ქვედა ძუა ამოატარეთ მესამე ნახრეთში, მარცხენა ქვედა ძუას დაუმატეთ მაყვალი, შემდეგ მარგალიტი და სწორედ აი ამ მარგალიტში გაატარეთ ორთავე ძუა. შეგიძლიათ მყარე ქსოვის ტექნიკა გამოიყენოთ ან უბრალო ქსოვის ტექნიკა, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია. ასე დავასრულეთ პირველი რიგი. ახლა კი მეორე რიგის დაწყების დროა. მარცხენა ძუას დაუმატეთ მაყვალი, მარგალიტი და მაყვალი. ამ მესამე მაყვალში კი გაატარეთ ორთავე ძუა. ასე შევკარეთ მესამე რიგის პირველი თვალი. ახლა კი ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მარგალიტში, ზედა ძუას კი დაუმატეთ მარგალიტი და მაყვალი და სწორედ აი ამ მაყვალში გაატარეთ ორთავე ძუა. ზუსტად ამ პრინციპით უნდა გაგრძელდეს მთელი ჩანთის ქსოვა. თუ თქვენთვის მსგავსი ვიდეო გაკვეთილები საინტერესოა, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რადგან თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ჩემს YouTube არხზე უკვე საკმაოდ ბევრი საინტერესო ვიდეო გაკვეთილი დაგროვდა. აქ ნახავთ როგორც კლასიკური მარგალიტის ჩანთის ვიდეო გაკვეთილს, ასევე ზარდახშის ვიდეო გაკვეთილსაც. ასევე ტექნიკებს, როგორ მოგსოვოთ ჩანთა მყარი ტექნიკით. ჩემი ვიდეო გაკვეთილებით უკვე ბევრმა გოგონამ დაიწყო ჩანთის ქსოვა და დიდი მადლობა თქვენ, რომ ამ ყველაფერს მიგზავნით და მაჩვენებთ თქვენს ნამუშევრებს. ახლა კი გადავიდეთ ჩანთის გვერდების შეერთებაზე. ამ ნაწილში აგიხსნით ჩემს ხერხს, რადგან ჩემთვის ჩემი ტექნიკით მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე გვერდების სტანდარტულად ცალ-ცალკე ამოყვანა და შემდეგ შეერთება.
მარცხენა ძუას დაუმატეთ მაყვალი, მარგალიტი და მაყვალი და მაყვალში გაატარეთ ორთავე ძუა. შემდეგ ორთავე ძუას დაუმატეთ თითო მარგალიტი და მაყვლის თვალში გაატარეთ ორთავე ძუა. შემდეგ ქვედა ძუას დაუმატეთ მარგალიტი და გაატარეთ გვერდით კარკასზე მოპირდაპირეთ მდგომ მაყვალში და ორთავე ძუა გაატარეთ ერთ მარგალიტში. სწორედ ასე შეიკრა ორთავე კარკასი. გამოდის, რომ თქვენ ორი თვალის დამატება დაგჭირდათ. ნაკსოვი მაქსიმალურად მყარად შეკარით, ანუ ძუა კარგად დაჭიმეთ, რათა შემდეგ ჩანთას კარგი დგომი ჰქონდეს. ახლა კი ორთავე ძუა ქსოვის დასაწყისში მდგომ თვალში გადმოიტანეთ. ამის შემდეგ კი სტანდარტულად გააგრძელეთ ქსოვა. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ჩემი ტექნიკა და არ არის აუცილებელი მსგავსი ტექნიკით თქვენც დაამზადოთ ჩანთა. სტანდარტულად კარკასის ორთავე მხარეს ცალ-ცალკე იქსოვება გვერდები და შემდეგ აერთიანებენ. ასევე შეგიძლიათ ის ორი თვალი, რომელიც მე დავტოვე, არ დატოვოთ და მთლიანად გააერთიანოთ ნაკსოვი. ახლა კი ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მარგალიტში, ზედა ძუას დაუმატეთ მარგალიტი და მაყვალი და აი ამ მაყვალში გაატარეთ ორთავე ძუა. სწორედ ასე უნდა გააგრძელოთ მთელი ნაკსოვი. მოდით ახლა კარკასის მეორე მხარეს გავაერთიანოთ. ზედა ძუას დაუმატეთ მარგალიტი და მაყვალი და მაყვალში გაატარეთ ორთავე ძუა. შემდეგ კი ორთავე ძუას დაუმატეთ თითო მარგალიტი და შემდეგ მაყვალში გაატარეთ ორთავე ძუა. შემდეგ ქვედა ძუას დაუმატეთ მარგალიტი. ეს ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ კარკასის მაყვალში და ორთავე ძუა შეკარით ერთი მარგალიტით. ასე შეიკრა კარკასის ორთავე მხარე და ეს რიგიც დასრულდა. ახლა კი სტანდარტულად დაიწყეთ რიგის ქსოვა და უკვე ნაკსოვი წრიულად მარტივად გამოვა. გაითვალისწინეთ, რომ ქსოვის დროს კარკასი არ დახუროთ, რადგან ნაკსოვი შეიძლება დაზიანდეს, ფორმა დაეკარგოს და შემდეგ საბოლოოდ ლამაზი ნაკსოვი, ლამაზი ჩანთა აღარ გამოგივათ. კარკასი მხოლოდ მაშინ უნდა დახუროთ, როცა ძირის ერთი ან ორი რიგი მაინც გექნებათ მოქსოვილი. რაც შეეხება სიმაღლეს, ჩანთა იმ სიმაღლის და იმ ზომის უნდა დაამზადოთ, რა ზომის თქვენ გსურთ. სასურველის ზომის გვერდების დამზადების შემდეგ, მოდით გადავიდეთ ჩანთის ძირის მოქსოვაზე.
მაყვლისა და მარგალიტის კომბინაციის ქსოვის დროს ჩანთის ძირის დამზადება საკმაოდ რთულია, რადგან ორი სხვადასხვა ზომის თვლების გამოყენებისას ნაქსოვი შეიძლება დაიტალღოს. თავდაპირველად გადავწყვიტეთ ძირი მხოლოდ მარგალიტის თვლებით გამაკეთებია, მაგრამ ჩანთის შეკვრის შემდეგ ჩანთის დგომი არ მომეწონა. ამიტომ დავშალე და გადავწყვიტე ჩემი სტილით, ჩემი ხერხით გამაკეთებია ჩანთის ძირი. თქვენ შეგიძლიათ ცოტა მოზრდილი, ანუ 10 მმ-ის ზომის თვლები გამოიყენოთ და მხოლოდ მაყვლის ძირი ან მხოლოდ მარგალიტის ძირი გააკეთოთ. მე კი ჩანთის ძირი ჩემი სტილით გავაკეთე. მინდოდა ჩანთა ზუსტად ისეთივე ნაქსოვი ყოფილიყო, როგორც ჩანთის გვერდებია. და სწორედ ამიტომ ჩანთის ერთ მხარეს ქსოვა სტანდარტულად გავაგრძელე. იმ რაოდენობის რიგი მოვქსოვე, რა რაოდენობაც ჩანთის ძირისთვის დამჭირდებოდა. შემდეგ კი გვერდები მარტივად გავაერთიანე და ასე უფრო ლამაზი და სწორი ნაქსოვი გამომივიდა. ეს არის ჩემი სტილით ქსოვა, ჩემი ტექნიკა და თუ გამოიყენებთ ძალიან გამიხარდება. ვიდეოში თუ იტყვით, რომ კატერინას ტექნიკა გამოიყენეთ. საბოლოოდ ასეთი სწორი ნაქსოვი გამომივიდა, ძირიც ლამაზად დადგა. შემდეგ კი ჩანთისთვის ხავერდის სარჩული შევკერე და ჩანთას დავუმზადე. საბოლოოდ კი ასეთი დახვეწილი და ელეგანტური მოდელი გამოვიდა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, მოიწონოთ ჩემი ვიდეო, გამოიწეროთ არხი და თუ მსგავსი ვიდეო გაკვეთილები მოგწონთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარი.